კრიმინოლოგიური სიტუაცია ქარელის რაიონში ჩაითვალოს, რომ დამაკმაყოფილებელია. სიტუაციას ვაკონტროლებთ. გვაქვს იმის ძალა და უნარი ქარელის რაიონის პოლიციას, რომ რაიონში აკონტროლოს კრიმინოლოგიური მდგომარეობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ 10 თვის მონაცემებით საგრძნობლად გამოჯობეს და დანაშაულის, სისხლის სამართლის დანაშაულის კლების ტენდენცია. თუ ციფრობრივ მონაცემებს მოვიშველებთ, ჩვენ გვაქვს იმის უფლება დავთქვათ, რომ რაიონში სტაბილური მდგომარეობაა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 თვის განმავლობა მაქვს მხედველობაში. ჩვენ გვაქვს სისხლის სამართლის სამზებროს ხაზით 26 ერთეულით დანაშაულის კლება. შარშან მქონდა სულ რეგისტრირებული ასოციაციის სისხლის სამართლის საქმე, წელს გვაქვს რეგისტრირებული 94, ასე იგი 26 ერთეულით კლება არის სისხლის სამართლის დანაშაულის. თუ ამას ჩვენ პროცენტულად ავიღებთ, ჩვენ გვაქვს რეგისტრირებული დანაშაულიდან 94-დან 85 გახსნილი, ესე იგი 90.4% არის სისხლის სამართლის დანაშაულის გახსნისა. მათ შორის გავანალიზოთ მძიმე სახის დანაშაული. მძიმე სახის დანაშაული რეგისტრირებული გვაქვს 37, გასულ წელს ჰქონდა 53, 6 ერთეულით, აქაც კლება გვაქვს მძიმე კატეგორიის დანაშაულისა. და გახსნის პროცენტი აქ გვაქვს 99 და 2%. 37 რეგისტრირებული 37 ერთეულიდან გახსნილი გვაქვს 33 მძიმე სახის დანაშაული. ჩვენთან უფრო მეტი რეგისტრაციაში გადის დანაშაულისა ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა მოხმარებისა. ჩვენ ფაქტიურად მიმდინარე წელს გამოვლენილი გვაქვს ასეთი 30 ფაქტი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მატება გვაქვს გამოვლენაში 2 ერთეულით. ეს დადებით ტენდენციაზე მოქმედებს ჩვენი პოლიციის მუშაობისა. ეს გამოვლენითი სახის დანაშაულია, რასაც მეც გამოვავლენთ, პოლიციისთვის მეტი უფრო უკეთესი არის. და პლუს 2 ერთეულით მეტი გამოვლენა გვაქვს. რაც შეეხება რეალიზატორებს, ესეც მძიმე სახის დანაშაულში გადის რეალიზატორი. გასულ წელს ჰქონდა 2 რეალიზატორის გამოვლენილი. და მიმდინარე წელს გვაქვს უკვე 7 რეალიზატორი გამოვლენილი. ესე იგი პლუს 5 ერთეულით მატება გვაქვს რეალიზატორების გამოვლენებაშიც. ეს რა თქმა უნდა დადებითი მუშაობა განყოფილების ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურისა. საერთოდ მონაცემებით მთლიანად განყოფილი ყველა სახის მონაცემებში დადებითი შედეგები გვაქვს მიღწეული 10 თვის განმავლობაში. მე მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტორს, რომ საერთოდ წელს თითქოს ის პერიოდი აღარ არის, რაც გასულ წლებში იყო არეულობა, ავტომატით yani ხალხის სირბილი, სიარულის სროლა. მე თამამად შემიძლია რომ აღვნიშნო, რომ წელს ესეთი ფაქტები ნამდვილად არ არის, რომ ქუჩაში ავტომატით ვინმე დადიოდეს. ნამდვილად არ არის და მე თამამად შემიძლია გამოაცხადო, რომ არც იქნება და არც დაუშვებთ ამას, რომ ვინმე ავტომატით ქუჩაში იაროს და რამე ისროლოს. დადებითი ძვრების შემდეგ განყოფილებაში მაინც გვაქვს გარკვეული სახის ნაკლოვანებები. ნაკლოვანებები იმ სახით, რომ იმატა ქუჩის დანაშაულმა, ქუჩის ხულიგნობა და სხეულის დაზიანება, რასაც დაჭრა და ხულიგნური გამოხტომების შემდეგ სხეულის დაზიანებები მიაყენეს რამოდენიმე პიროვნებამ ერთმანეთს. ამ დანაშაულმა იმატა. ესეც ისეთი სახის დანაშაულია, რომ ამას სერიოზული ჩაფიქრება სჭირდება, რომ რაიონში ჩვენ გქონდეს მყარი საზოგადოებრივი წესრიგი, სამიმუშო საზოგადოებრივი წესრიგი. ჩვენ ამას მივახცევთ. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით მომატებული გვაქვს ხულიგნობის ფაქტები 2 ერთეულით, მაგრამ
წლის ბოლომდე ალბათ ესაც დარეგულირდება და მე პირობას ვაძლევ რაიონის მოსახლეობას, რომ რაიონში იქნება სანიმშო საზოგადოებრივი წესრიგი და დამყარდება.